ინტროს მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. დიახ, დიდი ხნის ლოდინის მერე კიდევ ერთი მიმების ეპიზოდი გაღირსეთ. წინა მიმები დაიდო 13 ივლისს და ნუ დიდი ხანი არ დაგვიგვიანია, ასე მგონია, იმიტომ რომ ჩვენიერი ვიდეოები გამოვიდა მაგის მერე. Car for Sale Simulator-ს ვინც ელოდებით, კიდე მალე დაიდება ეგ ვიდეო, ძალიან ამის მერე იქნება ეგ წესით. ნახოთ. ახლა კი თვალი გადავავლოთ მიმებს. მზადა ხართ, ხოძე ხართ, წავედით. მაგრამ დაფინცურებულს რატომ მიჩვენებს? Don't sell. ეს არასწორი! ვერ დავინახე მან საიდან აღმოჩნდა, მაღლა არის? მაგიტომ მიწერს თუ დაბინძურებულს? ჰაერში კიდია? რა წესია? ოკეი, უნდა შევიდე ვეჭველი მაგთაბაში. ის ერთი ნაგვის პარკი როგორ ვერ დავინახე? მე ღამის 3 საათზე ვდგავარ გასქურასთან და ველოდები როდის მოიხარშება ჩემი 10 სოსისი. ძველი მიმია, მაგრამ ყველა მასე ვართ. ნუ მე აღარა ვარ. აღარა ვარ. სუფთა ვარ ძმა უკვე 2 თვე ალბათ სადღაც. ესე იგი მტოვებ? თუ გინდა მე დარჩები და შენ წადი. ბაზარი არა, კაცო, ესე ძალიან თუ გინდა ომში წახვი და გენაცვალო ჩემი თავი, ჩემ მაგერად აი ეს წავა. პიოვი როცა დედამ სოფელში გაგამწესა. ეგრევე ქათმებს უმეგობრდები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქათმების დევნა ზედმეტად სახალისო არ შეიძლება მასე. რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა. მე განსხვავებას ვერ ხედავ, რა ვიცი. პიოვის სლენდერა ყიდულობს 40-90-ს. არა, თქვენ არ იქნებოდით მასე? ეს ვინ მოსულა და მე. ანდა მე სტუმრები რომ მოდიან სახში, მაშინ ხარ ყველაზე მოუმზადებელი. 4 დღის გაურეცხავის სტასაცმელი გაცვე და ხარ. არა, განამომსვლი ეგეთ რაღაცა უბრალოდ ვიძახ. პიო როდესაც სტუმრად ვარ და ჭამა დავიწყე. დედა, ადე წავედით. რატომღაც მასია, მშობლებს არ უყვართ ჩვენ რომ სხვაგან ჭამთ სახლის გარდა. ოკეი. Street Fighter-ია ეს ხო თუ რა არის? არ მითამაშებს ხო თუ Street Fighter-ი? Really? Წუდები ხართ. I'm black. Are you sure about that? აძველი ეს, მაგრამ ხო. გადაობა. გოგოები მანდატურთან. ბიჭები მანდატურთან ზუსტად. დაახლოებით მას შეგზნება იყო, კი. რატო უხდება ყველაფერს შოთა საუნდები, რატო? არ შეიძლება მასე. ბატონო! რაირად. პირველი ღამე Minecraft-ში. მე მეგონა მარტო მე ვიყავი მასე. ეხლა გამახსენა პირველად რო ვითამაშე Minecraft-ი, ხო არ გადავა, ზუსტად. დღისით რაღაცა ყველაფერი ძალიან ლამაზი, საკაიფო მაშინებს შემთვის რაღაცებს სწავლობ და შემოღამდე და ხმები რო გავიგე და პირველი ობობის წითელი თვალები რო დავინახე, მეთქი აბა თქვენცით ძმებო დებო ჩავედაბლო დავიფარე ბლოკი რო ზივარასე. უბრალოდ ხმებს უსმენ. ისიც არ ვიცი რომ საწოლი უნდა გავაკეთო რომ გატენდეს. მოგონებები. Honor up. ეგ არის მივახტი. Oh my god. ვაიმე. არა, თქვენ всё, აი აღარაფერი აღარ გეშველებათ. всё. გადაიხაზეთ უკვე, всё. ირაკლი კიდე სპეციალურად ადასტურებს ამებს რომ ნერვები მომიშალოს. შეგიძლია მანქანის გაკეთება, რა თქმა უნდა. იდეალური ფიქსი. ამაზე უკვე თორემ ვერ გააკეთებს. 5 წლის მე ახალი ტანსაცმლით, კი. ზუსტად. დიპლომას ასწო. ადექი მთელი სოფელი ფეხზეა უკვე გათენდა. მე რა ვქნა ვიყივილო? სოფელში დიდხანს ძილი არ შეიძლება. ადგა მოთოხნა მობარა გააკეთა, შეაკეთა. არა სოფელში რომ მივდივარ ხოლმე, რაღაც ყველაფრის შეკეთების სურვილი მიჩნდება, ან რაღაც ახალის გამოგონების. აიღო ერთი ჯოხი, მეორე ჯოხი ერთმანეთზე მიაჭდა. და ვინჩი ვიჩიტები ეგრევე. დრაკონ გადი? არა, დრაკონ გადი. Oh my god, ეს რა არის? და შენ საიდან იცი მე როგორი ტანი მაქვს? არა, კი ზუსტად გაარტყი, მაგრამ მაინც. ჯემალა კიდე რა თქმა უნდა ესეთი მახინჯი არის ზუსტად. გაიგე? შემახინჯო. არ დაფიქრებულ ხარ რომ საჭმლის გარდა სხვა რამეც არსებობს? Ergetριos patara memapatía mis magireti. რამეც არსებობს? კაია ჭამა. შოთა, როდესაც ბექა თავის შეყარებულს ესაუბრება, ანდროს შოთა. შენ თავს ვიცავარ, ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ თვითონ. აი ხო იცი რა, ილინა რა, რაღაცა სწაული ხარ რა. მე შეშტაული ხარ. მე მაგრამენატორები გოგო. კაი გასული.
ვერი ვარ ლამასია შეთა. მე რაკეთი რო ლაპარაკობთ ხოლმე აქ ზის დავითვით მუშაობს ლეპტოპში და დარწმუნებული ვარ ეგეთი რეაქციები აქვს. What? 1 მილიონი გავამწერიო რა მაგარი ფანარტია. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ აი 100 სიმპათიური არ უნდა გამოგეყვანა ჯემალა, იმიტომ რომ მაგარი მახინჯია. მუი! ნახე რა საყვარელია. არა, მუის სათამაშო მინდა ვეჭველი უნდა გამოვწერო. როდესაც მასმა იშურა ამაზე ნაკლები არ უნდა იცინო ძმაო. როცა სლენდერამ ვიდეო კარტის განყუთვისას ყუთს არ უსვნა. შემდეგ განყუთვაში აუცილებლად უსვენებ თქვენ არ იდარდოთ მაგაზე. მე ველოდები როდის გავა 5 წუთი, იმიტომ რომ თერმომეტრი ამოვიღო იღლეიდა. ბაზარი არა. მაგრამ 10 წუთს არ ველოდებით ხოლმე? მე 10 წუთი მახსოვს. არავინ, გამყიდველი, შენ ტანზეა შეკერილი ბიჭი, ნახე რა კარგად გაქვს 30 ლარში წაიღე. ყოველთვის მასია. ერთხელ კიდე ანუ მანტოების მუღამი მქონდა რა, გრძელი მანტოს მუღამი მქონდა, მინდა რომ ჩამეცვა ეგეთი რაღაცა რა. აშკარად ვატყობ რომ დიდი მაქვს ეგ მანტო რა, მაგრამ გამყიდველმა ისეთი სალტოები აკეთა რომ დამაჯერა რომ ეს მანტო მქონდა კარგად და სახში რომ მივედი. მივხვდი რომ ძალიან დიდი მანტო მაწვია და მე სხვა ჩუქებ. ანუ გამყიდველობასაც თავისი ისა აქვს მუღამი, იმენა ხელოვნებაა ჩვეულებრივი, ხელოვნების დონეზე აქვს დამუღამებული ბაზარში. არა ძმა ჭიდაობაზე არ დავდივარ, უბრალოდ გორელი ვარ. რა თქმა უნდა, გორელები კაი მოჭიდავები არიან, ხო? შენ დაგჭირს ერთი ირაკლი, შენ. არა, არ ვიცი როგორ ჭიდავს ირაკლი. როცა დედა მაღაზიაში მანქანა არ გიყიდა. როგორ გაბედა? აი ეს პატარა სათამაშო, აი ემხელა რაღაცა რომ მაბედნიერებს, ხო? უნდა მიყიდო. I'm ballin', every day I'm ballin', I'm ballin'. პარალელური სამყარო ბაზარი არა. პარალელური. დღეს რაღაცა მჭირს, ლოგოპედი მჭირდება. მე კარგად ვიცი ჭადრაკი და ასევე მე. ბაზარი არა, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ითამაშებ, ხო ითამაშებ. როდესაც მასწავლებელი მარტო იმის გამო გეჭხუბება რომ კაპიშონი გახურავს. ანუ ქუდებზე და კაპიშონებზე რა ალერგია ქონდათ, რა იყო ეგ. მე რა იქნებ არ მევასება დღეს ჩემი მარცხნილობა. Nice editi. არა პონეგ ფაილები in action. არ საღო. მილიონი მიმკულა. იმდენი შრომა აჩადებული ამ ვიდეოში რავი. Come on. აუ დაიხე გაიგუძებს ხო? ბაზარი არა. ნახი მაქვს. ჩემო ძმაო. No. თავარია სამი რამე დედამიწაზე, სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. ენა მამულის სარწმუნება left group. Nice. ნესტან დარეჯანი, დები იყვნენ. რაიო, ლეონარდო და ვინჩი ძმები და ერთი მონა ყავდათ ლიზა ერქვა. მონა ლიზა. Nice. როცა ფუტკარი ხარ და ადამიანს უკბინე. სამწუხაროა. ისე რა უსამართლობაა, კრაზანები თუ არ კვდებიან, ეგენი რატო კვდებიან? კრაზანა რომ მოკვდეს არა. მიმების მოლოდინი approved. იმედია ამას მარტო შენ არ ჭამ, თორე შაქარი დაგემართება. ბაბს ნუ ატყუებ შევიდიშვილო. რატო? მომიყევით აბა როგორ ახარ? ხო ხარ ჯანზე, საყვარლად, საკაიფოდ, ჯანმრთელად. ხო ძალიან ცუდა თავად ერთი ხუთი კაცი რაღაცა არაყი დავლიო და სულ ყველას დედა გვაქვს. ჩვენიერი ძალიან კაი, მასე განაგცეთ. კარგი, მომიყევით აბა. რა კარგად დააჯდა. დედა სხვა ოთახში გადი უფროსებს სალაპარაკო გვაქვს. დედის დაქალი. რა იყო რაგინა პატარაა, მაინც ვერაფერს გაიგებსო და ამ დროს მე ზუსტად. აბა მოყევით. ეს რა გაიყოვით? აი რა გაიყოვითო მე ეს? Пиздец. Полностью пиздец. Майза. Это пиздец. Рато, საცილო, რატო? არა, აი საშილად უცნაური იუმორის გზნობა მაგა. უკვე აღარ ვიცი მე თუ რაზე მეცინება და რაზე არა. როცა ძმას რაღაც ვთხოვე და 2 წლის წინანდელი არ მიტანელი წყალი გაგიხსენა. ზუსტად მასეა. აი შენ რო წყალი არ მომიტანე, ეხლა მეც არ გავაკეთებ მაგას. პიოვი ყველა ქალი ქორწილის ფოტოებში. ყველა ოპერატორი ამასაც ჩალიჩებს. რაღაცა შეთქმულებაა.
საქართველოში გავხსნელის მაგათ ყველაფერს ვიყენებთ. მე სხვათა შორის ჩემი გასაღებითაც ვხსნი. ჩემი უჯრებითაც ვხსნი, კი. კიდე ერთი გამიხსნია, კბილით გამიხსნია, მაგრამ აღარ ვხსნი, იმიტომ რომ ვიცი რომ დამერხევა. მანქანის გასაღებითაც ვხსნი, სახლის გასაღებით, კი. და ხო, მიკროფონის სტენდითაც ვხსნი. დამიწერეთ კომენტარებში თუ თქვენ რითი ხსნით. შუშის ბოთლებს. ხო და ნუ ვიცი რომ შედარებით პატარა მიმების ვიდეო გამოვიდა, მაგრამ სულ ეს იყო დადასტურებული. კიდევ ორ კვირაში ვიხილავთ შემდეგ ეპიზოდს. შეიძლება ცოტა ადრეც, ვნახოთ რა მოკლედ, როგორც მომიხერხდება. ასე და ამგვარად ყველას დიდი მადლობა ვინც დაპოსტეთ მიმები. არ მოიწყინოთ, გაერთეთ ზაფხულია, რაღაც ზღვაზე იბანავეთ, სოფელში დაისვენეთ. სანამ დრო გაგვთ და სანამ სკოლა დაიწყება. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ და აკომენტარეთ, დისლაიკი დატოვეთ. მე კიდე გენახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და